წყვილზე მართოს როგორ უძლებ თავად წყვეტილ გრიგას ხოვავილების პანტელი ტრიალებს დამართოს ზაზაცამად ჩამოგორდა მთვარე გულორა გემღერება გასახულზე მარტოს საგულედან ამოვარდი ბარე ვის ნათელი ვღანდება ვისი ღამე თენდება ზოგის გული ადრე კვდება სხვისი არც კი ბერდება გამხმარებს შენი სურველი შერჩენია ამ სიმღერას სიყვარული იმიტომ რომ როგორც მუზარმა გითხრათ, როგორც ბესო გეტყვით, როგორც მე მინდა რომ თქვენამდე მოვიტანო სათქმელი, ეს მართლა ძალიან განსაკუთრებული საღამოა ჩვენი მეგობარს, არაჩვეულებრივ ქართველ კომპოზიტორს, მუზარ თუშიშვილს, ჩვენი გვერდში ხომა ჭირდება და თითოეული თქვენგანი ამის თანამონაწილეა, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით ხალხს. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურებისთვის, დავეთანხმებით ჩემს ორ ულამაზეს და უსიმპათიურეს ადამიანს. მადლობას გადავხდი იმისთვის, რომ ჩვენ ასე ერთად სხვათაშორის სამი წამყვანი ერთ სცენაზე ცოტა უცნაურად ხომ. და ორიგინალური. ჩვენ ისე ვუგებთ ერთმანეთს სამივე. სამი წამყვანი ხო შეიძლება? სამყვანი. ხო და რაც შეეხება ბატონ მუგზარ თუშიშვილს, მოდი ყველა შევთანხმდეთ ერთ რამაზე, რომ ბატონ მუგზარი გარდა იმისა, რომ არის უძლიერესი კომპოზიტორი, არის უმაგრესი ადამიანი და მოდი მის ადამიანობასაც ვაჩუქოთ ერთი ტაში. იმიტომ რომ ადამიანია კაცი, რომელსაც უყვარს საქართველო. ჩვენ ალბათ გაინტერესებს თქვენს გაინტერესებს მაიცით. რას მოდელებია შემიძლია. პატარა ისტორიას შევეხმაროთ. სულ პატარა, სიმღერა ძალიან ბევრი, ლამაზი სიმღერა გელოდება დღეს. ეს მოდი ჩავშევოთ პროგრამას მუგზარ და რაღაცები ამოვიკითხოთ კიდეც. ესე იგი, როცა საქართველოს ჰიმნის გატანის საკითხი დადგა თავის დროზე, წლები არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ როცა იყო ეს ამბავი, ბატონმა მუგზარმა წარადგინა თავისი სამი ვარიანტი ქონდა ასეთი. ასეთი იყო, მაგრამ ერთ-ერთზე გაკეთდა არჩევანი. ეს იყო მუგზარ კოპერიძის ტექსტზე შექმნილი მუსიკა. შეიტანეს განხილვაზე, კონკურსზე, მაგრამ სამწუხაროდ არავის მოусმენია თურმე ისე მიიღეს გადაწყვეტილება დღევანდელ ჰიმნთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის კანტონი ბულიკო ჯორდანია არ გაჩერებულა და მიმართა მაშინდელ პარლამენტის წევრებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთმა ნამდვილმა ქართველმა პატრიოტმა ეროვნულმა პიროვნებამ და ვინ იყო იცით? ძალიან მაგარი ქართველი კაცი ბატონი გურამ შარაძე. გაანაცვლოს მისი სული, დაიწყო ბრძოლა. მისი ბრძოლა რიგი მიზეზების გამო, გასაგები მიზეზების გამო უშედეგოდ აღმოჩნდა. მუგზარს მხარს უჭერდა თითქმის მთელი ქვეყანა. გამორჩეულად იხსენებს ქალბატონი ეთერ კაკულია, სხვათაშორის ამ ამბავს იხსენებდა პროფესორი. და მისი გულხურვალე მხარდამჭერი იყო თავად ქალბატონი ეთერი. ჩვენ დღეს მეგობრებო ვეცდებით რომ რაღაცა პატარა დეტალები გავიხსენოთ მუგზარის შემოქმედებიდან, რომელიც გრძელდება და როდესაც ის უკვე გახდება, მე დარწმუნებული ვარ, მუგზარი კიდე არაერთ სიმღერას გვაჩუქებს, მაგრამ დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არის რამდენიმე ასეული მართლა გამორჩეული სიმღერის ავტორი. აი ფსოუს წყალი ალბათ გახსოვთ თქვენ ეს ძალიან საინტერესო სიმღერა, რომელმაც ერთგვარად დღემდე რომ ისმენთ რაღაცნაირად დააახლოვა ჩვენს მონადრეულ და სამეფო აფხაზეთს. ასევე მე მინდა შეგახსენოთ თქვენ 2007 წელს და არა მარტო რამდენიმე წლის განმავლობაში
ხდებოდა ესეთი კონკურსი, ფესტივალი პატრინოტი, სადაც პატრიოტული სიმღერების კონკურსი იყო და სწორედ 2007 წელს ლუგზარმა გაიმარჯვა ამ კონკურსში, ძალიან ბევრჯერ მიიღო მონაწილეობა, მეორე მესამე ადგილები სულ მისი იყო და ამჯერად ეს იყო სიმღერა ჩემო სამშობლო მოგეფერები, რომელიც მაშინ დიდი წარმატებით აჩიკო ნიჟარაძემ შეასრულა. როდესაც თემურ ციკლაურმა ჩაწერა და საზოგადოებას თანმიმდევრა თავისი პირველი და მეორე ალბომი, ამ ალბომში თავმოყრილი 20 სიმღერიდან 10 სიმღერა იყო ლუგზარ თუშიშვილის. 10 სიმღერა. ესე იგი, წარმოიდგინეთ, აი ეს სიმღერები თქვენ ყველას გახსოვთ მოხრა მაჭავარიანის ლექსზე, შესანიშნავი ნამაურო უთულესი სამუსიკო ლექსზე შექმნილი სიმღერა და იარონ ამი გახსოვთ თქვენ სიმღერა. ის დავიწყება როგორ კიდევ იყო გამხმარიებს სოლია ცმანაირი ირიული სიმღერა გახსოვს ნებსა? რომელიც ასევე ციკლაურმა შეასრულა პირველად თემური. თემური სიმღერა ყველაზე მე შემიძლია ლუგზარს დავარქვა ყველაზე პატრიოტული კომპოზიტორი, იმიტომ რომ ის არის უსაყვარლესი ადამიანია და ძალიან მინდა რომ მალე გამოჯამწონდეს და კიდევ ბევრი ლამაზი სიმღერა ვაჩუქოს. მოდით ახლა დავიწყოთ კონცერტი. თორე ბევრი ლაპარაკი გამოგვივიდა. ვინაიდან სიაში მივერე კონცერტი იწყება. ჩემი შენანა და ჩემი გაზაფხული საყვარელო დედა საქართველო უსასრულო ოცნება უსასრულო იმედი მინდა მოგეფერო სანატრელო სიყვარული დაგვიდი მომდენე შესმიწადე ჩემო სუნთქვა ჩემო სადარდელო წინა პარტასულები გიგალობენ ზეციდან საქართველო დაიფარებ მერტო მახსეცის ფერთვადებს სევდას და უთოვია ჩემს ბავშვობას მაგონებს ვრთაგაშლილი თოლია თოვლს და წვიმას ქარიცვის დედამიწა მიგორავს სიყვარულის ხაბარი იყო არა იბორა თოვლს და წვიმას ქარიცვის დედამიწა მიგორავს სიყვარულის ხაბარი იყო არა იბორა Thank you.
როგორც თავისას ჩვენ მისიანები ვართ ის ჩვენიანია და მასში მომწონს ის რომ ყოველთვის აქვს უნარი იმის რომ მადლობა გადაუხადოს შემოქმედებითად დატვირთულ ადამიანებს და პირიქით კიდევ მადლობა გადაუხადოთ მათ ვინც გვერდით უდგას შემოქმედებას მე მინდა ოსელ შინდელის აკადემიის ხელმძღვანელი დიზაინერი ძალიან მაგარი დიზაინერი მოვიწიოს სცენაზე ჩვენი პროექტების მენეჯერი, ჩვენი პროექტების მხარდამჭერი და არა მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის უამრავი, რაც კი საქართველოში ტარდება, ის ყოველთვის გვერდში უდგას ხოლმე ქართულ ხელოვნებას და ეს ადამიანი ჩემი მეგობარიც არის, მას ბატონი მაქს შავითი ქვია და მე ვიცი რომ დარბაზში უნდა იყოს ბატონი მაქსი. ბატონო მაქს, მოგზაურობთ გესწავლოთ. და ხელსარიელი როლანდობის ამას ვხედავ. კარგი გამარჯობა თქვენი ბატონო მაქს და შემოგევლით. ხო, არა, როგორ გეკადრები? რა თავდადლობა ბატონო მაქს?
ბატონო თამაზ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო თქვენ თამაზ კაჯაიას მიმართავ, ჩვენს ხელმძღვანელს და პროექტის ორგანიზატორს ბატონო თამაზ კაჯაია, რომელიც იმსახურებს აპლოდისმენტებს, გამოგზავნის სცენაზე დაგვენებთ. იმიტომ რომ ამ ადამიანს რო ღონისძიებების რაოდენობაში ვინმე გაეჭირდება, ჯერმე ასეთი ადამიანი არ ვიცი ბატონო მამს და აგერ თქვენ და აგერ თქვენ. ახლა ერთი ულამაზესი დიპლომი გიჭირავთ ხელთ და მე მინდა რომ ბატონ თამაზ თქვენ გითხრათ რა შეა საქმე. მოგესალმებით, რაღაც იმალოვა მოგზანდით. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ კომპოზიტორების სახელმწიფოს რომელიც სინემატოგრაფი სამედარებია ისი ხარდამჭერი საკონცერტო კონცერტი. და ამ საკითხის გამოცემაში აქტიურად დაგიდგა კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო. დაში დავაჯილდოთ. დაჯილდოთ კულტურის სამინისტრო შემოქმედების საკითხი. შემოქმედებითი საქართველოს დირექტორს ხარდამჭერ რუსუდან კომპოზიტორს. თამარ გრიგიანს მოგზაურობ. იცით მე მინდა პირველ რიგში მშვიდობა მოგილოცოთ. დღეს თქვენ ქვეყანაში მშვიდობა და ეს დიდი ამბავია. აგერ ჩემ გვერდში დგას ადამიანი, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეა და ამ დღეებში ბევრი ვისაუბრებთ ჩვენ ამაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ მშვიდობა, ჩემი ქვეყანა დღეს იმოწვის. მე მინდა რომ საქართველოს ისეთივე ძლიერი იყოს როგორც ისრაელი. და დავამთავრებ იმით რომ ეს ქალბატონო ბატონო თამაზის ინიციატივით მადლობის ნიშნად გამოგეცემათ ქალბატონ რუსუდან ჯუმბარკის კადენცით და აშენო შეიძლება ოსკარშვილის აკადემიის განსწავლული ბავშვების მიერ დამზადებული მიზნით. მადლობა. ესეთი ულამაზესი საჩუქარი მიემგზავრება კულტურის სამინისტროში და შემოქმედებით საქართველოში. ეს ორი სიტყვა საკმარისია, შემოქმედებითი საქართველო. აქ შემოქმედებითი საქართველო და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. ეს ორი ბილეთი იმედია რომ კომპოზიტორ მუზა თუშიშვილის გადაჭერა საღამო რომელიც ახლა ტარდება მარტასო ხაზს დაუჭერს. მუზას Trtolvit vede pepi, ucvena
ზე ამოდიოდა თვალე ჩადიოდა მამალი პიროდა ვამრიადიოდა ვიღაცა ტიროდა ვიღაცა სცეოდა ვიღაცა შეოდა ადრომ გადიოდა ვითავსა მინო ქვეყნიდან ხალხში ხალხიდან ბოქში ბოქიდან ჯამში ქართული სისხლი ქართული სული გადადიოდა კაცი კაცში ახლოს ყავს ფიზიკურად კიდევ ერთხელ გეუბნები თემურ ციკლაური მას სულში ყავს და გრძნობს იმ ადამიანს ვინც სხვათაშორის ჩემო გიორგი აი ზუსტად ამ სცენაზე გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე შეასრულა ეს სიმღერა 2019 წლის ნოემბერში აი აქედან უმღეროდა შენ მერფად დიდხანს გაცოცხლოს და მადლობა თემურის სახელის უბრალოდ გიორგი გიგონიშვილია ეს კაცი და მადლობა შენ ამისთვის ჩემო გიორგი სადღაც ამოდის მზე სადღაც ქარები დაიდუმალი აიზდენები თითქოს გაჩერდა დრო ქარი გაგიშესწრე დედა სამშობლოს დასაცავად ქრისტეს მხედრები ტერს შეჩეხით როგორც მთების ალიკდები სოფელ შინდისთან ვერაგულად ჩასაფრებულებს გულანთებულნი ვაშკაცურად მომხდურ შებით ტყუიების სროლით დაისერა შინდის სისეცა ჩვიდმეტივე ძმა დაჭრილები ლომები ბრძოდით არ დაიხიეთ ბრძოლისმელი წესში იწვოდა საქართველოსთვის დამგანწირვით ბრძოლა იცოდით თქვენ საქართველოს სიყვარული გიჩქერდა გული თვითკოგასა
დარბაზის იქ ხალხს ჭირდება და ჩვენ ყველას ჭირდება. განსაკუთრებით დღეს 40 დღე ჯერ არ გასულა ჩვენი უწყლესის და მონეტარესის გარდაცვალება მინდა და მე ვიცი რომ შენ მეორე სიმღერა რომელიც უნდა შეასრულო ახლა საქართველოს მოდი ყველამ ერთად საქართველოს ეს სიმღერა საქართველოს მამას იქიდან რომ გულოცავს და იქიდან რომ ჩვენთან არის ილია მეორეს მიგვიწყდით მადლობა ბატონია დათუაშვილს ამ სიმღერის ასეთი პარალელების მოშანს ღრუბლებში კავკასიონი ერის სიმბოლო წამომართული ეს არის ჩემი დედა სამშობლო ეს არის ჩემი მიწა ქართული ეს არის ჩემი დედა სამშობლო ეს არის ჩემი მიწა ქართული სვეტიც ყოველი ჯვარი გელათი ჩემი იყავთო ჩემი ვარძია ამაზე მეტი სხვა ნეტარება მე არაფერი არ მამადია ამაზე მეტი სხვა ნეტარება მე არაფერი არ რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს ყველას ერთად. ბატონო ნუგზარ, ბატონო ირმა, თოთ მომწადეთ და ჩემო ბექა, გავედით ბოლოში, ახლა დაჯილდოების ცერემონია გვექნება და შემდეგ ის ჰიმნი უნდა შესრულდეს ყველა ჩვენს სტუმართან ერთად, რომელიც ბატონმა ნუგზარმა თავის დროზე საქართველოს დაუწერა. და ჩვენ ქართულ ხალხს დაუწერა. ახლა დაჯილდოების ცერემონია დავიწყოთ, ბატონო ნუგზარ. ჩემო ბექა, მოგვეცი ეგრეთ წოდებული ამპარები და თამაზი გვინდა ბატონი თამაზ გაჯაია თამაზი თავისთავად მაშასე მოდი დავიწყოთ დიმბო ის გადავცემ და დიპლომი გადაეცემა კომპოზიტორ ნუგზარ თუჩიშვილის ხარდამჭერ საკონცერტო კონცერტში აქტიური მონაწილეობისა და შეტანილი წვლილისთვის ქართულ ლათინო ცეკვის ჯგუფს თბილისი ერთმანელები გიორგი გიორგი და ბექა ამიტომ იმას ვერ ჩაიბარე ჩვენი მოდელი სამომავლოები თქვენთვის
დიპლომი გადაეცემა ქორეულ ანსამბლს დიდგორი. აბა დიდგორენებო სათხარ დიდგორენებო აბა აბი მომეცი მე შევინახე ბატონი ნურზარ თაღამანიშვილია, ხო? ბატონი ლუქსარი აკეთებდა ეს აი აი ენა თქვა აი ბარა მარკეტინის იმერის თიშობის ხატის სახელობის კატალოგი ესეც მათი პროფილი ჯილდოა. დიპლომები აკარი ყველას. ეს ამომარჩი. და კიდევ ერთი ყოლუბზა, წაიკითხე. აი ნაწილით. დიპლომი გადაეცემა ფოლკლორულ ჯგუფს გურჯაანი. ეს ბავშვების დიპლომები, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ თითოეულ მონაწილეს ძალიან თბილი მოგონება დარჩეს დღევანდელ საათს. სამასონო დარჩება ორგანიზმებია დიდი. დაბოლოს და კიდევ ერთი. ასევე დღევანდელ საკამოში შეტანილი წვლილისთვის ეს დიპლომი გადაეცემა ქორეოგრაფიულ ანსამბლს იბერია. ეს ის თქვენი კუთვნილი ჯილდოები დღევანდელი დღის სამახსოვრო და საფრთხეცემული. ბატონო კონცერტში მონაწილეობა ბავშვებს. ხოთანა მონაწილეს გამომწვევს სცენაზე. ბატონო ნანა, გიორგი. ახლა კი შესრულდება ის ჰიმნი, რომელიც ხოთანა მიუძღვნა საქართველოს, რომელსაც მიიღო კონკურსი მონაწილეობა, მაგრამ რაღაცა აქტივობის გამო ვერ გაიმარჯვა ამ ჰიმნმა, მაგრამ ეს ჰიმნი დარჩება და დარჩება მუდმივად ჰიმნა. ხო, ჩაკეტე. მადლობა ბატონ ლუზარ პაშას, გაბატონ ირმა სოხაძეს და გაბატონ ქალას კაკაიას. მადლობა თქვენ ხოთ. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო და შემოქმედებით საქართველოს გარეშე დღევანდელი ღონისძიება არ იქნებოდა. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა ჩვენი გვერდჩინ კომისიის, ჩვენი კი არა ბატონი ნუგზარ თუშიშვილის გვერდჩინ კომისიის, ჩემ თამას ბატონო და უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ. და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის. თავარი დარბაზია ყოველთვის და ჩვენი უსაყარლესი მსმენელი და მაყურებელი. მადლობა. ჩართული. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, მადლობა კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს და მადლობა კაბატონებმა, ბატონო თამას, ბატონო ლუძა, კაბატონებმა, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრას
არტხოლში ვიმყოფებით ბატონ ნუგზარ თუშიშვილის საკვებიცო საკვებმოქმედო კონცერტში ვიმყოფთ მონაწილეობას ჩემი ტრიო ასევე ჩემი მოსწავლე ჩემი დიშვილი რომელიც მე ჩემთან აღიზარდა და იზრდება დღესდღეობით მინდა პირველ რიგში ნუგზარს ამ უდიდეს ადამიანს პიროვნებას უნიჭიერეს კაცობრიობას მართლა ძალიან დიდი ძალიან უამრავი და არაჩვეულებრივი სიმღერები შექმნა, რომელსაც მართლა პორიფეები მღერიან და ასრულებდნენ და ასრულებენ და შეასრულებენ კიდევ იმედი მაქვს. იმდენად დიდია ნუგზარი როგორც პიროვნება, როგორც მუსიკოსი. მინდა მე მას უსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყოს და ყოველთვის თავისი წვლილი შეიტანოს მუსიკალურ ცხოვრებაში. ჩვენ ახლა იმ ადამიანის კონცერტზე ვიმყოფებით თბილისი არტხულში, რომელმაც თავისი ცხოვრების ნახევარზე მიუძღვნა თავის ქვეყანას, თავის ხალხს, თავისი შემოქმედებით მოეფერა დიდსა თუ პატარას. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ხდაწილად მასთან ერთად მის სახლში გავზრდილიყავი გარკვეული ჩემი ახალგაზრდობის თითქმის ძალიან დიდი ნაწილი გავატარე ჩემი ბიძის გვერდში. Კონდა ბედნიერება ძალიან ბევრ ლამას ვერავზიარებოდი და მე მინდა მას უსურვო ჯანმრთელობა და ეს ასეც იქნება. უფალი მოწყალია, ის აუცილებლად დაუბრუნდება თავის ქვეყანას, თავის ხალხს, უფრო ჯანმრთელი ვიდრე იყო და ძალიან ბევრ საოცარ და არაჩვეულებრივ სიმღერას აჩუქებს ჩვენ ხალხს. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვიფერო მას და მის ოჯახს და უსურვო გამოჯანმრთელება, დიდხანს სიცოცხლე. ყოველივე საუკეთესო მიყვარხარ ჩემო ძიო. ჩვენი კოლეგა ნუგზარ თუშიშვილი განსაცდელშია. ძლიერ ავადარი გადავწყვიტეთ მისმა მეგობრებმა ერთში დავდგომოდით და ჩაგვეტარებინა ეს კონცერტი. რათა ფინანსურად დავუმოწმოთ. მეც თქო გამოჯანმრთელდეს ნუგზარ თუშიშვილი. კარგი სიმღერების ავტორი. მეგობრები ხომიზება ჩვენს საყვარელი პატრიოტული სიმღერების უბადლო ოსტატ ჩვენ ნუგზარ თუშიშვილს ის დამცველობას ეძღვნება და ხალხი კულტურის სამინისტრო შემოგვეცადო საქართველოს ევროპა ამსამბლმა მონღოლებმა ის სიმღერებს ასრულებს ის არასრულებს ყველას ბადლობას ვეუბნები მაგრამ მე ხოლმე ჩვენ ნუგზარი მერტმა კარგად გიყოფოს, იმიტომ რომ კიდე შეძლოს ასეთი უდავი სიმღერების შექმნა და კიდე მიაწოდოს საქართველოს. ეს არის თემი ისტორია, ასეთი პატრიოტული სიმღერების ავტორის მეორე მე არ მეგულება. ვიყავი პროექტის ავტორი, როცა მისი საიდუმლო კონცერტი ჩატარდა ფილარმონიაში და ახლა კიდე მერტმა მომცა იმის უფლება რომ ჩამეტარებია მისი ხალხმჭერი საკონცერტო კონცერტი. ყველას მადლობას ვეუბნები არტყოლის დარბაზის შეგება ყველა ადამიანის ვის მომბრძანებს და წვლილი შეიტანა და ყველა ერთმანეთს ჩვენს ნუგზარის ჯანმრთელობა დაუბრუნოს და კიდევ ცხოვრებაში ჩაგდოს.